წლის წინ პროკურატურაში იყო რამდენიმე 10 მილიონი ფულის გათეთრებაზე საქმე ივანიშვილზე, ღარიბაშვილზე იყო საქმე საკრედიტო ბარათებით გამოხდათ ფული ყველა კანონმდებლობის დარღვევით 100%-იანი დასაჭერი საქმე იყო ორივეზე. განსაკუთრებით ღარიბაშვილი პირდაპირ მონაწილეობდა ამ ყველაფერში. იყო უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებები. თვითონ მაშინელმა იუსტიციის მინისტრმა მე მივიღეთ გადაწყვეტილება თითი არ დაგვეკარები არც ერთისთვის, არც დაგვეწყო, არც საჯარო თუ სამართლებრივად ამ საქმის გაგრძელება. ივანიშვილი დააჯარიმეს მაშინ 80 მილიონზე, მაგრამ ფული დააჯარიმეს და მინდა ხაზი გავუსვა, არავინ ამაზე მათი თანამდებობის პირებიდან ციხეში არ წასულა და მათზე საქმე არ აღზრდა და დაკითხვაც კი არ წარმოებულა, თუმცა კიდევ ერთხელ უტყუარი მტკიცებულები იყო, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამ მეთოდებით არ გვებრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებს, თუმცა ამ პოლიტიკურ ოპონენტებს ჰქონდა წარმოუდგენელი რაოდენობის ფული. აი ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ. გადავაბარეთ ხელისუფლება წყნარად, შვიდად. ყველაფერი მივეცეთ ხელში. და აქედან რა დასკვნა გამოიტანეს? სრულიად საპირისპირო დასკვნა გააკეთეს. თქვენ რომ ესე წყნარად რომ გამოხსის ხელისუფლება, ესე ფარჩაკები არიან და ჩვენ ფარჩაკები არ ვიქნებით. მაგრამ აქედან გამოდის დასკვნა, რომ ესე იგი აღარასოდეს აღარ გადაცემენ ხელისუფლებას. აღარასოდეს არც ერთ ქვეყანაში 21 საუკუნეში არ არსებობს. ესე იგი თუ ისინი დემოკრატიულად არ აპირებენ ხელისუფლების გადაცემას, ისინი რაღაც ამზადებენ. უგულავა შემთხვევა. ჩასვეს უგულავა, მოსამართი ჯერეთი ყველა სამართლებრივი პროცესი 2 დღის ადრე, სანამ მოსამართი გამოცხადებას უნდა ჩასვოს, სასამართლო თქვა რომ არ არსებობს არც ერთი გარემოება მის დაკავების. მე ხა იურისტი ვარ და ეს არის ანი და ბანი იურიდიული მეცნიერების 2 დღით ადრე. თუ ამ ბოლო 48 საათში არაფერი არ შეიცვალა, ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე იმავე დონის სასამართლო ვერ გააუქმებს. ყველანაირი იურიდიული პროცედურის დარღვევა მოხდა. მაგრამ ეს ცალკეთება. მეორე დაიჭირეს რაზე? მარნეულში საარჩევნო კომისიაში შევარდნაზე. მარნეულში საარჩევნო კომისიაში რომ ყალბდებოდა არჩევნები, ეს არის გადაღებული ვიდეოზე ჩემო ძურფასო. ვიდეოზეა გადაღებული. გაყალბდა არჩევნები. ამ გაყალბებილი არ ხო დაჭერილი არც ავეს არ დაუკითხავს, არც ავეს არ მოუკითხავს. ის რომ ამაზე მოახდინა რეაგირება, ამაზე სასამართლო გამოიტანა დაპატიმრების კანონის დარღვევით. თბილისში ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთდა და არა მხოლოდ ფასადები, როგორც ისე ამბობენ, წარმოუდგენელი ინფრასტრუქტურის პროექტები, შემოვლით გზა, რომელიც ახლა გააჩერეს და რომელიც პრაქტიკულად განტვირთავს თავიდან ბოლომდე საცობიდან თბილისს უამრავი სოციალური პროექტი. დავანებოთ ამას თავი. არ მოგწონს უგულავა გასაგებია და გონია რომ რაღაცა, მაგრამ მათაც ხო იციან, ვისაც არ მოწონს. რომ ეს საფუძველი დაკავების არის თავიდან ბოლომდე ყალბი. ესე იგი ისინი უშვებენ იმას, რომ სიყალბით, ძალდატანებით სიცრუით შეიძლება პოლიტიკური მიზნის მიღწევა. არც ერთი კარგი პოლიტიკური მიზანი, მე დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ უკვე, არ მიიღწევა არც ერთი პოლიტიკური მიზანი სიცრუით და სიყალბით. ყოველთვის ვინც იყენებს სიცრუეს და სიყალბეს, ამთავრებს ძალიან ცუდად და 21 საუკუნეში საკმაოდ ჩქარად და ცუდად.